გამარჯობათ. უფალმა დაცემულ ანგელოზთა ერთობას უწოდა სამეფო. როგორც ერთ ქვეყანაში ყველა ერთი და იგივეს არ აკეთებს ხოლმე. არამედ არიან ჯარისკაცები და ექიმები, მეცნიერები და უმეცრები, დიდები და პატარები, პოეტები, მშენებლები. ზუსტად ასევე ყოფილა გაბოროტებული ანგელოზების სამყაროც. სახარება გვამცნობს, რომ დაეცა ანგელოზთა მესამედი. ეს კი მცირე რიცხვი ნამდვილად არ არის. მათ აქვთ თავისი სახელები, თავისი იერარქია, თავისი გავლენის სფეროები, ტერიტორიები. ძალებშიც დიდი განსხვავებაა. ერთ-ერთი ეშმაკთა მთავარი, რომელიც თავისი ხელქვეითი სულების დახმარებით განაგებს ფინანსურ სექტორს, ბანკებს, ვაჭრობას, კაზინოებს, ზოგადად ყველაფერს, რაც ანგარებას უკავშირდება. ეს არის ვერცხლისმოყვარეობის ეშმაკი, სახელად მამონა. ეს სული და მისი ხელქვეითი სულები მუდმივად ცდილობენ რაღაცა დიდი ფასი დაადონ ამ ქვეყნიურ ქონებას, ფულს, ოქროს, რომ ადამიანი გაიაფთეს. სიტყვა კაპიტალიზმი შინაარსობრივად რომ ვთარგმნოთ, კაპიტალი ეს არის ფული. კაპიტალიზმი ითარგმნება როგორც მამონას მმართველობა, ეშმაკის მეუფება. ამ სულებს სჭირდებათ რაღაც თავისი შესაკრებელი ადგილი, თავისი ტაძრები, სადაც მივლენ, დაისვენებენ, ერთმანეთს ინახულებენ და მათ მოიფიქრეს კაზინოები. კაზინოში ყოველი მისვლა ეს არის მამონასთან სტუმრობა. კაზინოში დატოვებული ყოველი ლარი ეს არის მამონასთვის მირთმეული შესაწირი. კაზინოდან ყოველი წამოღებული ლარი ეს არის კრედიტი მამონასაგან. 2019 წელს, როგორც ინტერნეტი ამბობს, ქართველებმა 24 მილიარდი ლარი შესწირეს მამონას, 2024 წელს კი უკვე 76 მილიარდი. მაშინ, როცა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი არ აღემატება 30 მილიარდს. ვინც არ იცით, გავიგოთ, ბორბალი არის ესეთი რულეტკა, ბორბალი, რომელიც კაზინოში ტრიალებს. ამ ბორბალზე თურმე წერია ციფრები 0-დან 36-ის ჩათვლით. და ეს ციფრები თურმე რო შევკრიბოთ, მივიღებთ ანტიქრისტეს რიცხვს 666. ადამიანი ანტიქრისტეს ეთამაშება და ის არის, რაზეც არ უნდა გაჩერდეს, ის მაინც ეშმაკზე გაჩერდება. ანგარების სული, მამონა, მართავს უღმერთო ადამიანების გონებას, რის გამოც თურმე ყველაზე მდიდარ ქვეყნებს ყველაზე მეტი ვალები აქვთ. ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ვალი მათი ბიუჯეტის 80%-ს აღწევს. ამერიკის ვალი ბიუჯეტის 120%-ია, იაპონიისა 260%. ანგარების ეშმაკი იწევს ინფლაციას. მისი შთაგონებებით, მისი ინსტრუქციებით მოქმედებენ ადამიანები, შედეგად ყველაფერი ძვირდება, ლარიც და დოლარიც სტაბილურად უფასურდება და მომავალშიც გაუფასურდება. მამონა ეშმაკი იქნება ის სული, რომელიც მოსთხოვს უბედურ ადამიანებს, რომ შუბლზე და ხელზე მიიღონ ნიშანი, რომ შეეძლოთ სავაჭრო ოპერაციებში მონაწილეობა. როგორ მოვიშოროთ ეს სული? ჩვენ ვიცით, რომ სიძვის ეშმაკს განაგდებს სიწმიდე. ამპარტავნების ეშმაკს სძლევს სიმდაბლე. ანგარების სულს, უმოწყალობის სულს მოვირევით მოწყალებით. ყოველი თქვენი გაცემული ლარი გაჭირებულ, გამწარებულ ადამიანებზე, რომლებიც ქუჩაში დგანან და
ლუკმა პურს ითხოვენ. ეს დაასუსტებს მამონას ბორკილებს და თქვენ გაგეხსნებათ სასუფეველისკენ მიმავალი გზა. რატომ დაარქვეს ვერცხლის მოყვარეობას ვერცხლის მოყვარეობა? ოქრო ხომ უფრო ფასეულია. რატომ არ ქვია ოქროს მოყვარეობა? იმიტომ რომ მომავალი თაობის ქრისტიანებს ყოველთვის როცა გაიგებდნენ ამ სიტყვას ვერცხლის მოყვარეობა, გახსენებოდათ იუდა თავისი ვერცხლით, თავისი კაპიტალიზმით. ჩვენ კი ღმერთს ვებარებოდეთ.